როგორც მოგეხსენებათ 38 მეშახტი არის განთავისუფლებული შახტიდან ეს ამ ყველა ადამიანს ჩვენ გვაერთიანებს ის რომ არ ვემორჩილებოდით ჩვენ მათ შეხედულებებს და გქონდა განსხვავებული აზრის გლობისთვის უფრო მეტად და უფრო მეტწილად. და რაში მდგომარეობს ეს განსხვავებული აზრი? რა გამოთქვით განსხვავებული, რამაც ასეთი ძიმე შედეგი გამოიწვია? ჩვენ რამოდენიმე მეშახტეს მაგალითად პირადად მე მქონდა კომპანიის მიმართ მოთხოვნები რომ მოხდარიყო თანამედროვე იარაღის შემოდანა შახტზე სპეცსასაცმელის აღჭურვა სასადილოს თემა რომელიც არის კატასტროფულ მდგომარეობაში შახტში და სხვადასხვა გვარი საკითხები ხელფასების თემა და ეს გქონდა ჩვენ მოთხოვნები და ყველაფრის გლობისთვის მოვყევით აი ამ რეპრესიებში. ამიტომ დავიწყო შხაპებით რომელიც არის ჩვენს წარმოებაში შხაპები მთლიანად გამოსული არის მდგომარეობიდან შიგნით როდესაც შეხვალ და საშხაპებს დავკვირდებით კაფელი მთლიანად აკრელი არის შიგნით არის ძალიან მძიმე სიტუაცია სტერილიზაციის მხრივ არის ძალიან დიდი სიბინძურე და თვითონ საშხაპეებიც მუშაობს რამოდენიმე ერთეული. რაც შეეხება სასადილოს თემას, სასადილოში არის კეთდება ისეთი საკვები, რომელიც აი მიუღებელი არის ნორმალური ადამიანისთვის, მაგრამ გაჭირვების გლობისთვის და აი ადამიანი რომელსაც შეა სპენდან გამოსულისთვის ეს უბრალოდ ცდილობს რომ ვირუსდენია რომ შევიდეს შიგნით. თორემ ეს სინამდვილეში საკვები, ფასები საკმაოდ მაღალი არის და საკვებიც არის ასე უნდა უხარისხო. თქვენ მუშაობთ მიწის ქვეშ დაახლოებით 400 მეტრის სიღრმეზე. მომიწია კი 400. გჭირდება სპეციალური უნიფორმა, აღჭურვილობა. გააქვთ ეს ყველაფერი? რაც შეეხება უნიფორმას, მაგალითად რეზინით შექმნა. ამას თვითონ მეშახტეები ყიდულობენ, იძენენ ფასის კი ვიცით, მისი რომ არის 35-30 ლარს ვიხდით შიგნით, უნიფორმებიც სახლიდან მოქონდა უმეტესწილად და თვითნებურად ახდენდით ჩვენ აღჭურვას. საწარმო არ არის ვალდებული რომ საწარმო არის ვალდებული, დაახლოებით უნიფორმა მაგათ რომ მოიტანეს არის მის მერე არის გასული დაახლოებით 1 წელი. და სინამდვილეში ყოველ 6 თვეში მაინც უნდა მოდიოდეს უნიფორმები წარმოებაში. მე ტრანსპორტ ზონაში მუშაობდი, ძირითადად მუშაობდი გაუმართავ ტექნიკით. სულ მაგაზე მქონა ჭხობი ყვირილი, რომ ეს გჭირდება, ის გჭირდება, სპეცსასაცმელი აუცილებელია. ყველაზე მეტ სავენტილაციო ადგილზე ვიყავით ჩვენ, სადაც ჰაერის ჭავლის შეედინება შახტაში. ჩვენ ყველაზე მეტი თბილი ტანსაცმელი მე-3 წელი დაიწყო ჩვენთან არ მოსულა თბილი ტანსაცმელი, სულ ყვირილი მქონდა, სულ ჭხობი მქონდა. თქვენ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც წინასაარჩევნოდ ან მათი ოჯახის წევრები, ან ახლობლები მონაწილეობდნენ რაიმე რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში ან წინასაარჩევნო აქტივობებში? და შეიძლება ამითაც გამოარჩიეს? მე მაგალითად პირადად არჩევნების დღეს, აგერ ხვიჩაის ბაჩვენე დღეს, ერთადერთმა სამსახურის წარმომადგენელმა დამირეკა, რომ მოიკითხა, ვის მიეცი ხმა. არავის არ დავაკონკრეტებ ახლა, მაგრამ ვის მივეცეთ, ჩემ პირადული იყო და არც არავისთვის მეთქვია. მაგრამ ყველამ კარგად იცოდა ხმა ვის მივეცეთ. ჩემი ძმა მაგალითად კოალიცია 4 ნომერში იყო და იქიდან უკვე იყო მოგზავნები, ესე რომ ვთქვათ, რომ შენ ძმას უთხარი, გამოვიდეს და იქიდან მე უკვე აქედან მოხდა რომ ჩემეც და ჩემი მეუღლეც გაგვათავისუფლეს ჩემი ძმიდან გამომდინარე რა პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს უკვე იურისტმა განმცხადა რომ აღარ არის თქვენი კადრი საჭირო და აი ახლა სხვა და უკვე შინაურ წყაროებიდან არჩევნები რო ჩატარდა მაგალითად უკვე ორ კვირაში უკვე ვიცოდი რომ სია იყო დადებული და მე და ჩემი ძმა ვიცოდით რომ სიაში ვიყავთ შეყვანილები. ჩემ სოციალურ ქსელს რო გადაავლო თვალი არის რუსეთის მიმართ საგინებელი პოსტები სულ და მთავრობის წინააღმდეგ გაზიარებული პოსტები მაქვს და აკომენტარებული ბევრჯერ და იყო გაფრთხილებები შახტაზე რომ დავანებო თავი ასეთ პოსტების გაზიარებას და გავჩერდე. შემდეგ მოხდა ისე რომ მეგობარმა მთხოვა იცოდა ჩემი პოლიტიკური შეხედულება და მთხოვა გვერდში დგომა ოპოზიციურ და დაუდექი მას გვერდში. და ამის შემდეგ დაიწყო ჩემი გაფრთხილებები, რომ გამოსულიყავი ოპოზიციური პარტიიდან დაამენებებია თავი და თუ არა სამსახურს დაკარგავ და შენც და შენი ძმაც და შენი რძალიცო იყო გაფრთხილება. ასე პირდაპირ? პირდაპირ, კი, გამართლეს. რეალურად არჩევნებიდან მალევე შედეგი დაგიგეთ. ნოემბერში რეორგანიზაციის ბრძანება გამოცა კომპანიამ და უკვე ვიცოდი რომ სიაში ვიყავით 3-2 წარმომადგენელი და ჩემი ძალზე არ ვიფიქრებდი, მაგრამ ჩემი ძალიც მოხდა ასე რომ გამოუშვეს სამივე გამოგვიშვეს სამუშაოდ. ოფიციალურ მიზეზად რა დაგისახელეს? რეალური მიზეზი გავიგეთ, რაცაა თქვენი თქმით. ოფიციალურად თქვენი შტატი მოყვა შემცირებაში გაუგთაო, კომპანიას უჭირსო და დატოვოთ სამსახურია.
შემოთავაზეს ორი კონტრაქტი, ან რეზერვში უნდა ყოფილიყავი, ან სამუდამოდ წავსულიყავი. და ეს რეზერვში ყოფნა რას გულისხმობს? ანუ თუ დაჭირდება კომპანიასო, 3 თვის შემდეგო დაგიძახეთ. თუ დაჭირდაო და ეს იქნა ვაკანტური იმედსაც ეპოდინება ხა ის აი გაჭირვებული ადამიანი ხავს კიდებოდაო ისე არიან ზოგიერთი რომ და არიან გაჩერებული ამის გამო რომ იმედი აქვს დააბრუნებ. მანამდე ვიდრე ეს რეორგანიზაცია დაიწყებოდა, ეხლა ხო ძირითადად მიზეზად დასახელდა რომ კვალიფიკაციას გიწუნებენ და ვიდრე გაგათავისუფლებდნენ, მანამდე რამე საყვედური გაფრთხილება შენიშვნა ჰქონდათ მიღებული? საკნახში მუშაობა დაიწყე 2010 წლის სექტემბრის თვეში, 10 სექტემბერს. 2010 წლის შემდეგ 2016 წელს დავინიშნე ცვლის უფროსად. უბნის ათისთავად, გასაგები რო იყოს უფრო. 2016 წლის შემდეგ დღემდე 2024 წლის დეკემბრამდე მუშაობდი ამ პოსტზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ოფიციალურად არასდროს არ ყოფილა დაფიქსირებული ჩემს მიმართ მცირედი საყვედური მაინც ჩემი პროფესიული შესაძლებლობების ფარგლებში. ეს კითხვები არ დასვით მე, როცა გათავისუფლების ბრძანება ჩაგვარდა. რა თქმა უნდა, ხა ეს კითხვები დავსვი, მაგრამ უკვე ამ კითხვებს უფრო უფრო ასე როცა გამოვდივარ საზოგადოებაში სასაუბროდ, თორე იმ კომპანიასთან მე დიალოგიზე აღარც მისულვარ, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა მათთან ლაპარაკს. და თვითონაც არ გამოვუთქვამთ სურვილი, რომ ჩემთან რაიმე სახის დიალოგი ყოფილიყო და თუნდაც ის შეთავაზებები, თქვათ, რაც არის, რაც დღეს ხაფანგად არის დაგებული და რითაც დღეს მეშახტეებს, დანარჩენ მეშახტეებს აჯერებენ იმას, რომ კომპანიამ 3 თვის შემდეგ შეიძლება ის ადამიანები სამსახურში დააბრუნოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია საჭიროებას შეხედავს ამისას. არ გჯერათ? ჩემთვის წარმოუდგენელი არის და დაუჯერებელი არის. თქვენ დასტავთ რომელიმე წინადადებას კომპანიის? მე არაფერზე არ დავთანხმებული ვარ, უარი უთხარი რეზერვში ჩასმაზედაც და საერთოდ კომპენსაციის მიღებაზედაც მე ვაპირებ, რომ სამართლებრივად მიყო ამ საქმეს და სამართლებრივად გავარკვიო ეს საქმე. უბრალოდ იმიტომ რომ თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ, თუ მათ შორის დაბრუნებას განიხილოთ კომპანიაში? პირველ რიგში მე მინდა რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო და დღეს ქალაქში ასე რომ ვთქვათ ამ არასწორი ინფორმაციებით მე თავშეურაცხყოფილად გრძნობ იქიდან გამომდინარე რომ მე თურმე არ ამოქვს ის კვალიფიკაცია რითაც შეიძლება ადამიანმა შახტაში მუშაობა შეძლოს. თქვენ ხართ ერთადერთი რომელიც ამჯერად აქ წარმოდგენილი ხალხიდან გათავისუფლებული არ არის. კი, ეგრეა. თქვენს გარდა სხვებიც არიან, ვინც სოლიდარობას გამოხატავენ მშრომელების მიმართ? შეხედე უბრალოდ ყველა საჯაროდ ვერ ახერხებს, რადგან აქ ისეთი მდგომარეობა ზოგადად ქალაქში დაშინებული არიან ტყვილი კი არ თქვან ბიჭებმა, რომ აი პოლიტიკური ნიშნით, გაფიცვებში ვინც იღებდა მონაწილეობას, უბრალოდ ამათ მოუწიათ, ეხლა ეს გასაუბრება მოაწყვეს რაღაც, რა გასაუბრება, არაფერი გამოცდა ეგ არ ყოფილა. და ზუსტად ამ უსამართლობის გამო, როცა 40 ოჯახს მოაშორებ ტყიბულს და იძულებულს გახდი რომ დატოვოს ეს პატარა ქალაქი, აი მაგის გამო ვდგავარ ამ ბიჭების გვერდით. სრული usამართლობა, არავითარი გამოცდა ეგ არ იყო, ეგ იყო ჩვეულებრივი ჩაწყობილი რაღაც სპექტაკლი რა, ასე რომ ვთქვათ, თვალის ასახვევად და ეს გააფორმეს ფურცელზე რა, ეგ იყო და ეგ სულ. თქვენ ხართ პროფკავშირის წევრი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი. სად იყო? აი სად არის ამ დროს პროფკავშირი? როცა 38 ადამიანი მიიჩნევს, რომ ისინი უსაფუძვლოდ, უკანონოდ, უსამართლოდ გაუშვეს სამსახურიდან. რამე მოიმოქმედეს? თუ ისოში არის კომპანიის კონტაქტი მაქვს, მაგრამ სიტყვით ბევრ რამეს პირდებიან, მაგრამ საქმე ჯერ არ მინახავს გაკეთებული. ჩვენ ერთი სიტყვა უნდა ვთქვა, მე შემიძლია რომ ვთქვა, რუსლანი მეც კარგად იცის. ჩვენი სამთო მეშახტეთა პროფკავშირის ხელმძღვანელი იყო თამაზ დოლაბერიძე ადრე. განსვენებული, ცხონებული აღარ არის ცოცხალი. აი ის პიროვნება იყო, რომელმაც რომ მოდიოდა ჩვენთან და პასუხს ითხოვდა და გენერალი იყო თუ დირექტორი იყო, შედიოდა და საქმეს ვაკეთებდით. აი იმ კაცის გარდაცვალების შემდეგ მე არ მინახავს, ახანა ჩემი მისი შემცვლელი მოსულიყოს. შევხვედროდით, თუ ხდებოდი ჩემი ძალით და ჩემი ძალის მოთხოვნით. მაგას როგორც კომიტეტის წევრი, ჩემს არ დაუზახია და მოდი დავიდე არ ყოფილა ამის რა დავტყვილა, ვერ დავიბრალებ მე. სულ ამაზე მქონდა ჭუბი რომ ჩამოდი, დავისაუბროთ, დაველაპარაკოთ, არავინ არ მეყარება. ტყიბულის გვერდზე მეწერა ასეთი პოსტი, რომ აი წინასაარჩევნო პერიოდში რომ ეშახტებოდა წინ ევროპული და ძლიერი საქართველოსკენ. და როდესაც გენერალურ დირექტორთან შევედი თუ რისთვის ვიყავი გათავისუფლებული შახტიდან, მან ზუსტად ეს პოსტი მაჩვენა, რომ აი იმ პოსტის გულობისზე შენის ჯები პირადად ხვიჭა. რაც შეეხება პროფკავშირს, პროფკავშირი იყო ჩვეულებრივი მხარე
ამ სიტუაციაში ის პროფკავშირი რომელიც არის ტყიბულში წარმოდგენილი ჩვეულებრივი მხარე იყო და პროფკავშირი შახტის ადმინისტრაციასთან ერთად თანამონაწილეობდნენ აი ამ რეპრესიულ მანქანის ამუშავებაში თავის მოქმედობით თუ პროცესში მონაწილეობდა ჩვეულებრივად რომელიც ხელმოწერით არის დადასტურებული თან და რაც გაგათავისუფლეს ამის შემდეგ რამე შეხვედრა და კომუნიკაცია არ ქონიათ? ჩემთან პირადად არანაირი. არაფერი. არავით არის მაგათთან ჩემი წევრობა გამორიცხულია. მე ბევრ რამეში შევხედე, აი უსამართლობა იყო სულ მე რაც 7 წელი ამ შახტაზე მუშაობ. კომპანიის მეგობარი და კომპანიაში არა რა. კომპანიას მეგობრები არიან რა, ერთი სიტყვით გაერთიანებული მე შახტების წინააღმდეგ რა. არავით მე მაგათთან არასდროს არ გავწევრიანდი. პირიქით რაღაც უნდა შეიქმნას ჩემი აზრით დამოუკიდებელი პროფკავშირი და გაწევრიანდეს ეს ხალხი და იდავონ ნორმალურ საკითხებზე და სამართლიანად რა თქმა უნდა. პროფკავშირი არ არსებობს ეხა ძალიან კარგად ხედავთ პეტრიაშვილი როგორ აზის თელ ყველაფერს თავზე ამდენი წელი რა გააკეთა ამის ფასი რომ ადამიანი ამდენი წელი იყოს ზოგადად თავმჯდომარე 20 წელია უცვლელი თავმჯდომარეა. უცვლელი იმიტომ რომ აი უნდობლობა ეს მარტო ჩვენთან კი არა ეგეთ სიტუაცია ჭიათურაშიც და ყველგან მივლიან უბრალოდ წევრები სანამ არ ყავთ რაღაცას ვითომ აფაფხურდებიან რომ საქმე გავაკეთეთ და დაიმატებენ წევრებს და მორჩა ეგა თავარი არის თანხა ხო შედის იქ იმიტომ რომ ყველას ეჭრება პროფკავშირის წევრს თანხა არა და პროფკავშირის თავი მისია ეს არ არის პირიქით. აი ეგ მისია დაკარგული აქვს პროფკავშირს ეხლა კი არა და ძალიან დიდი ხანია აქ და ამიტომ არა ვარ წევრი და არც არასდროს არ ვიცი. ბოლო 5 წელიწადია საერთოდ რომ მუშისკენ არავის არ გამოუხდა. ბოლო 5 სიმართლეა რა არ გამოუხდა მუშის. აი არა ერთადერთი პატრონი გეყოლება მაშინ თუ იქნები გაქანებული ქოცი აქ. დღეს ქვეყანაში ზოგადად ეგრე ხდება. აქ რო ხდებოდა რომ რატო დაწერე ეს პოსტი ეგ მარტო ეს კი არა უბრალოდ ბაღის მასწავლებლებიდან 400 ლარიანი სამსახურიდანაც იმგენთან მიდის დარეკვა და აბა ხო ხმას გვაძლევთ და აი ეგეთი ჯოჯოხეთი ტრიალი განსხვავებული აზრი თუ გაქვს თქვენ როგორ გაჩერებენ ახლა ხო კრიტიკულად მკვეთრად კრიტიკულ პოზიციას გამოხატავთ მე ჯერჯერობით არ შემხებიან იმიტომ რისთვის ანუ საფუძველი არ აქვს არანაირი ჯერ ეს გასაუბრება მე არ მეხებოდა იმიტომ რომ მე მუშათა ვარ და ეხა მუშებისაც დაიწყება ალბათ და მომავალ იმაში მე მეც ჩავერთვები რა. ამ ხმაურმა რომელიც 78 ადამიანის გათავისუფლებამ გამოიწვია, გარკვეულწილად შეაფერხა პროცესი და შეიძლება უფრო მასშტაბური ხასიათი ყველა ვიცით თუ რა 300 კაცამდე იყო გასათავისუფლებელ სიაში მანდ. მაგრამ ეხა შეჩერდა ხო ახლა რა თქმა უნდა ხმაური არ აწყობს არავის და მე პირადად ვფიქრობ რომ ამ ბიჭების საქმეში ქალაქის მერი უნდა ჩაერთოს აუცილებლად. რა როლი ქონდა ადგილობრივი ხელისუფლებას არ შეიძლება ეს არ გკითხოთ. ადგილობრივ ხელისუფლებას ან ახლა რა როლია შეხვდათ დაინტერესდა მოიკითხა ხელისუფლება ან თავისუფლება ამ ხალხს და როგორ ექნებოდა როლი პირდაპირ პროფკავშირი იგი რა ქვია კომიტეტის თავმჯდომარეო აგერ ამბობენ საკრებულოს წევრია ქართული ოცნების მხრიდან და ის ან თავისუფლება და ვიღა მოვიდოდა აი მიტო ამბობ რომ მერი უნდა ჩაერთოს პირდაპირ ამ საკითხში აუცილებლად იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაწუხებს აქ თითოეული ამ ბიჭების მეგობრებს, მეზობლებს თუ რამეს რომ 38 ოჯახი აქ ვერანაირ სამსახურს ვერ იშოვეს. უნდა ადგეს და წავიდეს ქალაქიდან ამ 38-ს. შემდეგ კიდე 38-ს და ბევრს მიაყოლებენ და იყო დაცარიელდა ქალაქი ფაქტიურად. დარჩებიან მარტო ქოცები. და ეგრე არ მოხდება არასდროს. ბევრი ფიქრობს ემიგრაციაზე, ზოგიერთი ფიქრობს რომ უკანა დააბრუნებენ და აღადგენენ. მე პირადად არანაირი სიახლის მოლოდინი არ მაქვს სახნახშირის მხრიდან. ხო, მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთი ადამიანები, 78 ადამიანის შორის ან აქ წარმოდგენილი პირებს შორის, რომლებისთვისაც სახნახშირში გამომუშავებული ხელფასი იყო ოჯახის ერთადერთი შემოსავალი. მე პირადად ჩემთან ოჯახში, მე მამა 91 წელში, გასული საუკუნის 91 წელში 36 წლის ახალგაზრდა კაცი ჩემო ოჯახმა დაკარგა შახტში. მამა გარდაცვლილი მყავს შახტში და ერთადერთი შემტანი ვიყავი ოჯახში მყავს მეუღლე ორი მცირეწლოვანი და პენსიონერი დედა. ვიცით რომ საქნახშირი არის ტყიბულის მუნიციპალიტეტში ერთადერთი მსხვილი დამსაქმებელი. 1250-მდე ადამიანია დასაქმებული, რაც მე ვნახე ოფიციალურ დოკუმენტებში. სად წავა ეს 38 ადამიანი? ან კიდევ სხვები თუ გაათავისუფლეს, რა უნდა ქნას ამ ხალხმა? არის ტყიბულში სხვა ალტერნატივა? ეს განთავისუფლება შახტთან შორის არის აცთა სხვადასხვაობა. ზოგი ფიქრობს და ჯერა რომ დააბრუნებენ მათ სამსახურში, მოხდება მათი გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, დააღდგებიან სამსახურში ჩვეულებრივად, მაგრამ არის ვართ ისეთი ადამიანები
ადამიანები, რომელსაც ეს გონია ყალბით, რომ ინფორმაცია და ჩვენ მაგალითად მე პირადად ვცდილობ სამართლებრივად ვიდაო და ჩემი სიმართლე დაუმტკიცო როგორც სახნახშირს, ასევე ქალაქს და ასევე საკუთარ თავს. თუ აქ სამართლები ხარეს ვერ მივახციე და სამართლები დავას ვერ მივახციე, რაზეც ნაკლები ეჩვენება ამ დღევანდელი სასამართლოდან გამომდინარე, ვფიქრობ ემიგრაციაზე და ასევე არის ბევრი ჩემნაირი ახალგაზრდა მეშახტე, რომელიც არის განთავისუფლებული და ფიქრობენ ემიგრაციაში წასვლას. აი შახტაში მუშაობა ხომ არ არის ადამიანის არჩევანი? არის ეგრე? არანაირი არჩევანი არ არის, უბრალოდ გააჭირვებდა სოციალური ქვეშ დღის განმავლობაში ცვლა რამდენ საათს მოიცავს? ცვლა მოიცავს 6 საათს ადგილზე მუშაობით, მაგრამ უწყვეტად. ხო, 6 საათი ხა მიწის ქვეშ ყოფნა რა ვიცი რა. მაგრამ ამას ემატება ტრანსპორტირება. იძულებაა უფრო, ხო? სხვა გამოსავალი რომ არის. ამას ემატება ტრანსპორტირება, ამას გადაადგილება და სადღაც 6-დან 9 საათამდე ადის აი შუალედი რა. ანუ 6 საათიო, 6 საათი არის სამუშაოზე ადგილზე მისვლის. ჩვენ ახლა რო ჩავდივართ ამ ჯოჯოხეთში, რაც არის მართლა არჩევანი რო არაა, თორე არც არავინ არ დაიწყებს აქ ამ შახტაში მუშაობას. უბრალოდ მივდივართ ისეთ დროს, სადაც ნარიაც ვიღებ და აქედან გამომდინარე მიდის სადღაც 10 საათი გვიწევს მისვლა რა. სამსახურში ვართ 10 საათი ფაქტიურად. რა ადამიანისთვის ძვირფასი დღესდღეობით ყველა დამეთანხმებით რომ არის დრო. ჩვენი დროის დიდ ნაწილს აქ ვატარებთ რა. უბრალოდ საათ ოფისში თუ შემოდი. ოფისიდან გავდივართ და შემდეგ 1 საათი უნდებით ტრანსპორტირებას რომ მივიდეთ სამუშაო ადგილამდე. ანუ 1 საათი ჩადიხართ? არა, 5 წუთი უნდება ჩასვლას ამ 300-400 მეტრის სიღრმეზე და შემდეგ კიდე ხო გზა არის 3 კილომეტრი გვაქვს გზა გასავლელი კიდე. და აი ეს გზა თქვენს სამსახურში არ ითვლება რა. ჩვენ რომ მივალთ იქ ადგილზე, ეგ არისო თქვენი დრო და პირიქით 9 საათი გვიწევს რა, მინიმუმ სამსახურის ტერიტორიაზე ყოფნა, ასე რომ ვთქვა, თავის ადგილზე მუშაობიდან გამომდინარე. ხო, ბევრი ახალგაზრდა მუშაობს იქ, მეშახტე. რა უნდა ქნას, აქ ახალგაზრდა არის თუ რაცა, თუ ქალაქშია მეტი სხვა გასახანი აქ არ არის. არ არის მეტი სამუშაო. სოციალური ფორია ისეთი შეხედა ქალაქში. არ არსებობს მეტი სამსახური არაა და მაგიტოა, თორე ორი ოპერაციები აქვს ხალხს გაკეთებული, იქ დაავადებული ისეთ ადგილზე მუშაობ და იქიდან რო კიდე. აი რუსლანიმაც 2 ოპერაცია გაიკეთა. მოიწვიდა ადამიანებმა წელი, აი ყველას ისეთი პრობლემები გვაქვს, თუნდაც მე 120 კილოიანი რკინების ნათრევი იქ და ჯოჯოხეთია და პროსტა იქიდან რომ გაგანთავისუფლებენ, უბრალოდ მოდი და ნუ დაუდგები ახლა შენ მეგობარს გვერდით. არც ეს არ მოეწონება ბევრს, მაგრამ სულ არ მაინტერესებს სიმართლე და ადამიანობა ერთ ადგილზე დგას მე მგონი. ამ 15 წლის განმავლობაში შეიძლება ერთი თვეც არ გამოვიდეს მთლიანად საერთოდ სამსახურში ვარ ვიყო ნამყოფი და არც ერთი დღე არ ყოფილა რომ არასაპატიო მიზეზის გამო სამსახური გამეწდა. ენით ახსახწერა ცოტა რთული არის, როცა ადამიანი პირადად განიცდის ამ ყველაფერს და თავის თვალით ხედავს, სულ სხვანაირად დაწეს და სხვანაირად გადმოცემს ამ ყველაფერს. ჩემზე მაგალითად იმოქმედა ნერვულ სისტემაზე იმოქმედა ამ შახტაში ყოფნა. პლუს ამას იმოქმედა ჩემ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე 2 ოპერაცია მაქვს ხერხემალზე გაკეთებული და პირდაპირ ექიმიც მიუთითებდა ამაზე და ჯანმრთელობის ცნობებში დაც იწერებოდა რომ ეს მიზეზები გამოწვეული იყო მძიმე ფიზიკური შრომებიდან გამომდინარე. ხო, ამის გარდა ადამიანი გარდა ფიზიკური და გარდა ექსტრესული მდგომარეობისა, ნერვულ პრობლემებსაც იძენს. ჩემი ყველას არ შეუძლია მაგალითად გაუძლოს იმ დახურულ სივრცეში მუშაობას. არის ძალიან მაღალი დონის დამტვერიანება, არის რამდენიმე სახის გაზი. და ეს ყველაფერი ადამიანის ჯანმრთელობაზე უკვე როცა წლები არის მუშაობს, ხო, აუცილებლად მოქმედებს და დღესაც ახლა მეშახტეები რო ავიღოთ, რომელსაც მინიმუმ 2 წელი ადამიანს უკვე შახტაში თუ აქვს ნამუშევარი, აი 100 ადამიანიდან შეიძლება 1 ადამიანიც კი ვერ ნახო, რომელსაც რაიმე ფიზიკური პრობლემა, ჯანმრთელობის პრობლემა არ ექნება. აი ეს 2 ოპერაცია რომ დაგჭირდათ საწარმოო ტრავმად არ მიიჩნიეს? საწარმოო ტრავმა რა თქმა უნდა არ მიიჩნიეს, იმიტომ რომ საწარმოო ტრავმას აფიქსირებენ იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე მოგივიდა რამე და იქ დაგჭირდა სამედიცინო დახმარება და ჩემი მდგომარეობა ასეთი არ იყო, ჩემი დროში გაწელილი მდგომარეობა იყო და ამბულატორიულად ხშირი არის შემთხვევები, მაგალითად მე ჩემ ოჯახის წევრზე მაქვს გამოცდილი, რომ როდესაც მეშახტეები მარცხდებიან შახტაში, ადმინისტრაცია მალავს ამ ფაქტს. მარცხდებიან. დიახ, როდესაც მარცხდებიან. ამ სიტყვას განზრახ იყენებთ, ხო? რა თქმა უნდა, განზრახ ვიცხოვებ და ხშირი არის შემთხვევა, რომ მეშახტეების აი ეს პროცესი ხშირი არის ეს შემთხვევა. მაგრამ ადმინისტრაცია აგერ გიო მუშაობდა უსაფრთხოებაში და ძალიან კარგად იცის რომ
ადმინისტრაცია ამას ხშირად იჩქმალავს, ხშირად აი თვითონ პიროვნულად ერევიან აი ამ ყველაფერში და ცდილობენ რომ არ გახმაურდეს და არ გაჟღერდეს ეს ინფორმაცია თუ ვინ როგორ დამასწრა კონკრეტულ შემთხვევაში. კი ბატონო. ბოლო შემთხვევაში ბოლო პერიოდშიც ყოფილა, როცა საბედნიეროდ დაშავების და დაღუპვის შემთხვევები აღარ გვაქვს. რა თქმა უნდა. ამ პერიოდშიც არის ასეთი საწარმო ტრავმები. არის ისეთი საწარმო ტრავმები, ზოგი მსუბუქია და ზოგი საკმაოდ მძიმეა, მაგრამ აი ჩემს კონკრეტულ უბანზე, მე ნომერ 6 უბანზე იყო რამოდენიმე შემთხვევა ასეთი დამარცხების. როდის? აი ამ უახლოეს 1 წლის განმავლობაში რამოდენიმე შემთხვევა იყო, რომელიც იქნა მიჩქმალული და რომელიც იქნა დამალული ადმინისტრაციის მხრიდან. იყო შემთხვევა, აი დავუშვათ, რომ ვიღაცამ რაღაც დაიზიანა თუნდაც ფეხის მოტეხვა რაღაცა, ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენი ტრანსპორტით გადაგვიყვანეს ავადმყოფოში. რომ სასწრაფო არ გამოძახებულიყო და არ დაფიქსირებულიყო. და იყო ესეთი დამალვები და რაღაცა, მაგრამ ჩემაცმამ უფრო ბოლო წლებში ჩემაცმამ იმუშავა და იცის მაგ უფრო. ამის მიზეზი რა იყო, რომ კომპანიას არ დაკისრებოდა? არ დაკისრებოდა, კი, რა თქმა უნდა. შრომის ინსპექცია ჩამოვიდოდა, მე შემოწმება უნდა მომხდარიყო და ესეთი რაღაცები არ აწყობდათ მაგას. ელემენტარული აი ინსპექციაში რომ მუშაობდი, დარღვევები რომ უნდა ჩაგვეწერა, სპეციალური წითელი წიგნი იყო, იქ უნდა ჩაგვეწერა დარღვევები. არ გვაწერიებდნენ რა ბოლო პერიოდში უკვე ესენი როცა მოვიდნენ, არ გვაწერიებდნენ ამ წითელ წიგნში თქვენთვის დაწერეთ ფურცელზეო. ამას აღარც ისეთი ძალა ჰქონდა, არანაირი დოკუმენტის ძალა აღარ იყო ეგ. ეს იყო ბოდიში და ფარატინა ფურცელი რა. მისგან მოდიოდა ეს უშუალოდ გენერალური დირექტორისგან თუ? იყო გენერალური დირექტორი, მაშინ იყო შახტის დირექტორი იყო როზუმი და უშუალოდ მაქიდან მოდიოდა ესეთი დავალებები და ეგენ და მე რა უკვე განყოფილებს უფროსი ესენ ყველა ემორჩილებოდა მაგას. მე ვიცი რომ თქვენ დაზარალდით შახტში მუშაობის დროს უშუალოდ და ბოლო პერიოდით ან მუშაობდით შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. აი თქვენ როდის მიიღეთ ტრავმა, ეგ მაინტერესებს პირველ რიგში რა პირობებში და კომპანიამ რამე პასუხისმგებლობა თუ აიღო თქვენს მიმართ ან ამ დრომდე ატარებს თუ არა ამ პასუხისმგებლობას. და მე აი ბოლო პერიოდში რა გამოწვევები იყო შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კომპანიაში. ჩემი ტრავმირება მოხდა 2018 წლის ივლისი იყო 16 2018 წლის 16 ივლისს, კი, მივიღე ძლიერი დამწრობა სადღაც თვენახევარი ვიწექი თბილისში დამწრობის ცენტრში. რა მოხდა გიორგი, რომ მოგვიყვეთ შახტში? მოხდა გაზის აფეთქება, მეთანი აფეთქდა, ძლიერი აფეთქება იყო, რამაც გამოიწვია დამწრობები. საყლაპავი მილის დამწრობა მქონდა, ხელების დამწრობა და სახთავი მთლიანად დამწვარი ვიყავი მთლიანად ხელები და სახით. თვენახევარი რაც ვიწექი ამ სამავტყოფოში კომპანიამ და როგორც ვიცი კომპანიამაც და ჯანდაცვის სამინისტრომაც მაშინ გადაიხადა ეს მკურნალობის თანხები, მე საერთოდ ჩვენ არ გადაგვიხდია ეს თანხები, ეს ვიცი და მას შემდეგ მუშაობდი გამოჯანმრთელების შემდეგ დავიწყე ისევ შახტაზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად მუშაობა ოღონდ მიწის ზედა. შრომის უსაფრთხოების, იმიტომ შახტაში მე ჩასვლა ვეღარ შევძელი, იმიტომ რომ ამ ტრავმა დამიტოვა ხელების ტრავმირება, ძლიერი ფიზიკური ტრავმირება, ძლიერი მოიხარა მყესები და კანი დათხელებულია, ოდნავ შეხება და შეიძლება სკდება კანი ადვილად. ხედველობა ერთ თვეში 4% მაქვს და სიმლელი შიშიც დამიტოვა. და რა პასუხისმგებლობა აიღო კომპანიამ გარდა იმისა, რომ იქ მაშინ სტაციონარში მკურნალობის ხარჯები დაგიფარა? სხვა მედია მუშაობდი და ეს იყო, მედი არა. მუშაობდით რა, მუშაობაში ხელფასირებდით? ხო, მედი არა. სხვა პასუხისმგებლობა კომპენსირების მკურნალობა რაც დაждდა, ეს მეტი არაფერი. რომ ვიკითხე რომ პენსია რამე ასეთი, არ მაშინ ხელები არ უნდა კონდესო, მაჯები არ უნდა კონდესო, ასე გამიცხადეს. ჯანდაცვის სამინისტროში. 18 წლის განმავლობაში ან მე ან ჩემ ოჯახის წევრებს ან ამ ბიჭებს რა დანაშაული და რა საყვედურები ქონდათ რომ გამოგვიშვეს და აი დაგვისიას და გვიფსაბუთოს. სამწუხაროდ კომპანიისთვის უფრო ფასობს ნახშირი, ქვანახშირის ამოღება, ადამიანი მისთვის არის მეორე ხარისხოვანი. და ეს ადამიანს მიიჩნევს მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ თქვენ რომ ნახოთ თვალით რა პირობებში მუშაობენ. მე მაგალითად ნახშირობელ უბანში მოვედი თავიდან 2010-დან და ნახშირობელ უბნით ვამთავრებ. 7 წელი ვიყავი მუშად, მუშის პოზიციაზე და 2017-დან 2024 წლამდე ვიყავი ათისთავად, წლის უფროსად ნომერ 6 ნახშირობელ უბანზე. მე ვიცი
ძალიან კარგად ვიცი თუ რა პირობებში მუშაობენ მეშახტეები, რა უმძიმეს პირობებში უწევთ თითოეულ მათგანს მუშაობა, ფაქტიურად, ძალიან პრიმიტიულად მუშაობენ ეს ადამიანები, არანაირი გადაიარაღება, არანაირი იარაღი და თუ რამეს იცავენ ეს ბიჭები და თუ რამეს ახერხებენ, მხოლოდ ჩვენი ათისთავების დახმარებით და მათი წოდიდან გამომდინარე. როგორ აღმოჩნდა საქნახშირი რუსების ხელში? 2020 წელს, როდესაც ბატონი ბეჟუაშვილი გავიდა აი ამ კომპანიიდან, საქნახშირის კომპანიიდან, მაშინ მე ვესწრებოდი პირადად ამ შეხვედრას. გიორგი კახარია იყო პრემიერ-მინისტრი, როდესაც ქალბატონი თურნავა ჩამოვიდა ტყიბულში ჩვენთან და მოიყვანა ეს მიხაელი სოცკი. ამ თათმის მე ვესწრებოდი პირადად და მაშინ მოხდა გადაბარება. და ახლა არის კომპანიის ფაქტობრივად მმართველი და 50% წილის მფლობელი შპს დათვი. და ამ დათვის 90%-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მიხაილ სოცკი ფლობს. კი ბატონო, საკმაოდ უცნაური ადამიანია, როდესაც ჭირდება უკრაინელია, როცა ჭირდება რუსია და სინამდვილეში არის რუსი, ის ამართლებს რუსეთის ომს უკრაინაში, ჩვეულებრივ არის მხარე. საიდან იცით რომ ის რუსეთში, უკრაინაში რუსეთის ომს ამართლებს? ეს მოხდა პირად საუბრებში, კი? ხშირად იყო შემთხვევა, კი. რამოდენიმე ადამიანი ეცრებოდა ამას, როდესაც მე ვთქვი რომ აი უკრაინას თუ რას უშვება რუსეთი და ის პირდაპირ მან მხარე დაიკავა, რუსეთის მხარე დაიკავა და არის ფაქტიურად მხარე რა. ტყიბული ძირითადად მედიის ან დანარჩენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხდება მაშინ, როდესაც აქ რაღაც დამარცხება ხდება, ხო, როგორც თქვენ უწოდებთ, ან არ ვიცი, რა ვიცი, კიდე რა შეიძლება მოხდეს, ან თქვენ თუ გაიფიცეთ მასობრივად, ხო? ორი შემთხვევა მახსოვს, როცა ტყიბული შეიძლება ყურადღების ცენტრში მოექცეს. საკმარისია ეს ყურადღება დანარჩენი საზოგადოების, მედიის, სამოქალაქო სექტორის მხრიდან? აი რა გჭირდებათ, რა ტიპის მხარდაჭერა გჭირდებათ? ჩემი სურვილი იქნება, რომ მედიამ საერთოდ აი ასეთ რაიონებს, როგორც ტყიბული არის და თერჯოლა და მსგავსი ტიპის რაიონები, ჭიათურა, ზესტაფონი, აი ასეთ რაიონებს, სამრეწველო რაიონებს მაქვს საუბარი, მეტი ყურადღება დაუთმობდა იქ არსებულ მდგომარეობას, ხალხის გულის ტკივილს, თუ რა გულის ტკივილი გააჩნია ამა თუ იმ ადამიანს, მშრომელების გულის ტკივილს გაუწიოს, ასე რომ თქვა, დაუთმოს მეტი ყურადღება. ეს იქნება რა ჩემი თხოვნა. საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ ტყიბულში ტყიბულელები არ იყვნენ მარტო შახტაზე დამოკიდებული და ერთადერთი შემოსავლის წყარო ტყიბული არ იყოს. ტყიბულიდან ადამიანის განთავისუფლება და შახტიდან ადამიანის განთავისუფლება არ უნდა გახდეს მიზეზი ქალაქიდან წასვლის. დღეს ასეთი ფონი არის ქალაქში შექმნილი, რომ თუ შახტა გაჩერდა, ადამიანი იძულებული ხდება თავის გადარჩენისთვის ქალაქიდან ან ქვეყნიდან წავიდეს. ჩემი აზრით ძალიან დიდი დახმარება იქნებოდა ქალაქში თუ კი გაკეთებოდა ალტერნატიული საწარმოები და თუ კი იქნებოდა ისეთი რაღაცები, რამაც შეიძლება შახტა ჩაანაცვლოს. ახლა ადამიანები არიან ზოგი და ბევრი ასეთი, ვისაც ეს ძიმე ფიზიკური შრომა არ შეუძლია და იმ სტრესულ გარემოს ვერ უძლებს და მათთვის განაჩენი არის ის, რომ შახტაში მუშაობა რადგან არ შეუძლიათ, ისინი ქალაქიდან უნდა წავიდნენ. და არ უნდა იყოს ეს ასე, ქალაქს უნდა ქონდეს რაღაცა ალტერნატივა. მომენტ და მართლა ერთჩვენიერ დღეს, რომ შახტის გაჩერება მოხდეს, ეს არ უნდა ნიშნავდეს ქალაქის ლიკვიდაციას და ქალაქის სიკვდილს. სახელმწიფოდან და კომპანიიდანაც ყოველთვის არის ყურადღება გამახვილებული იმაზე, რომ დღეს შახტა არის სოციალური პროექტი და შახტის მუშაობა უბრალოდ მათ ინტერესებში შედის იმის გამო, რომ ტყიბულელები არ იყვნენ მშიერი დარჩენილი და ტყიბულში რაღაცა მიარსებოს და ამით პირდაპირ შანტაჟის ენით რაც შეიძლება იყოს ეს ნათქვამი, რომ აი თქვენ კი არ გეკუთვნით იქ მუშაობა და კი არ ავიჭირდება თქვენი შახტა და თქვენი შრომა კი არაფერ ჭირდება, ეს სოციალური პროექტი არის და რადგან სოციალური პროექტი არის და ჩვენ იქ მუშაობთ, ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მადლობები, როცა პირიქით ხდება, რომ ყველამ კარგად იცის ვინმეს ლამაზი თვალების გამო ამ ხელასაწარმოს არავინ არ ამუშავებს და ვინმეზე ფიქრი არ არის ის, რომ თქვათ მაგალითად რუსლანი ბუცხრიგიძე მშიერი არ დარჩეს. რა თქმა უნდა, პირდაპირ ინტერესები, ბიზნეს ინტერესები არის და ამიტომაც მუშაობს დღეს შახტა და არა იმისთვის გამო, რომ ის სოციალური პროექტი არის და მე პირადადაც, რა ვიცი, აი ძალიან უხერხულ მომენტს მიქმნის ეს, რომ ვიღაცა მამადლის ისეთ სამსახურს, სადაც მე ჩემი ჯანმრთელობა და ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა 3-15 წლის განმავლობაში შევწერი ამ სამსახურს და დღეს გამოდის, რომ ეს ჩემი შრომა საერთოდ აფასებული არ არის და ალბათ აქ დგომის დამეთახმება და მთელი ტყიბული დამეთახმება, როდესაც ეს წარმოებები ხსნებოდა ჩვენს ქალაქში, ჩვენს რაიონში. ეს იყო თუ არ ვსწრებით 2005-2006 წლები, ამას მართლა სოციალური სახე ჰქონდა მაშინ.
და შახტის გახსნა მართლა სოციალური პროექტი იყო. ეს იყო ორი შახტა, მინდელის და ძიძიგური შახტები, მოხდა მათი განახლება, ფაქტობრივად ხელახლა ამუშავება, ხელფასები არ იყო მაშინ ისეთი მნიშვნელოვანი და სოლიდური, მაგრამ ეტაპობრივად მოხდა მისი გაზრდა და როგორც კი ამ შახტებთან ერთად გაიხსნა გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომელიც ჩვენიდან მარჯვნივ არის. ამავდროულად კიდევ ამ წლებში აშენდა თბოელექტროსადგური, რომელიც არის, მაგრამ ამ 2012-ში აი ამ ხელისუფლების მოსვლისთანავე ეს პროექტი გაჩერდა. ასევე იყო, არ ვიცი, ეს იყო ამბობდნენ, რომ ეს პროექტი იყო წამგებიანი, არანაირი ელექტროენერგია არ მოხდებოდა აქედან გამომუშავება და ასე შემდეგ. ასევე ხო ტყიბულში კიდევ დადიოდა ის ჩემი სტუდენტობა მაგუს გატარებული მატარებელში, რომელიც იყო საკმაოდ კომფორტული. დიდი ხანი უნდებოდა მართალია რელიეფიდან გამომდინარე ქუთაისში ჩასვლას, ტყიბული ქუთაისის მატარებელი იყო, უნდებოდა დაახლოებით 2 საათნახევარი, მაგრამ სტუდენტებისთვის აი ეს ტრანსპორტი იყო მიღებული. დღეს ეს ყველაფერი არის გაჩერებული ქალაქში. გაჩერდა ამავდროულად კიდევ სამკერვალო ფაბრიკა, სადაც 400-მდე ქალბატონი იყო დასაქმებული და აი მიყოლებით სრული პასუხისმგებლობით შეიძლება მივხვდეთ, რომ მიყოლებით ისინი აი ეს წარმოებები იკეტება ჩვენს ქალაქში. დღეს შახტა სოციალურ პროექტს აღარ წარმოადგენს, იმიტომ რომ ამ დღევანდელ ადმინისტრაციას და მიხაილის ცოცხის დახვდა ყველაფერი გამზადებული. მას ერთი თეთრია ის აღარ ჩაუთვია უკან კომპანიაში და ფაქტობრივად მუშაობს მაქსიმალურ ამოღებაზე და მაქსიმალურ მოგებაზე. დღესდღეობით შახტა სოციალურ პროექტს აღარ წარმოადგენს ნამდვილად. რა არის ამ ქალაქის პერსპექტივა, როგორ შეიძლება წარიმართოს? გიფიქრიათ ალბათ ამაზე, ხო? სანამ ადამიანი აქედან წასულაზე ან გაქცევაზე დაფიქრდება, ან ემიგრაციაში წასულაზე, ალბათ იმაზე ფიქრობს, აქ რა გამოსავალი შეიძლება მოძებნოს. ამ ხელისუფლების ხელში ვერ უყურებ ამ პერსპექტივას ტყიბულში, მაგალითად, და ვერც საქართველოში ვერ უყურებ. წინა არჩევნებზე ჩამოსული იყო პრემიერ-მინისტრი, შახტაზე შეხვდა დასაქმებულებს, ჩვენ თანამშრომლებს და რა მოთხოვნები გაქვთ. დაასახელეს, რომ 9 ჯვარზე გაგვიკეთეს საბაგირო. კი, იქნება საბაგირო. სად არის საბაგირო 9 ჯვარზე? რადგან 5 წელი გავიდა მას შემდეგ. ტურიზმის მხრივ ძალიან კარგი მთავრობის პირობებში შეიძლება ამის განვითარება. ისეთი სოფლები აქვს ტყიბულს ზოგადად, აი მე ეგეთი არ მინახავს კიდევ სადმე. გზა არა, კვალი არა, წყალი არა. ტურისტს თუ არ შეუქმენი პირობა, როგორ უნდა მოვიდეს სადმე. რაც იყო და რაც გაკეთდა, აგე 9 ჯვარის სალოცავია ჩვენი ძალიან ტურისტული და ულამაზესი ადგილი, მაგრამ გზა მიიყვანეს ისიც ევროკავშირის დაფინანსებით და რაც თუ რამე გაკეთდა ამ ტყიბულში, ზოგადად ყველაფერი მაგის თანხებითაა და ამას თვითონ ადგილობრივი ხელისუფლება არ მალავს. ეხლა ამათ არავინ აღარ უნდა რუსეთის გარდა ხედავთ კიდევაც ამას ახლა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხედავს ამ ყველაფერს. ეხლა არ ვიცი რა უნდა მოხდეს თუ გზა არ იქნა ტურისტის სად უნდა მივიდეს, წყალი არ იქნა, რამე არ იქნა, თორე ისეთი სოფლები აქვს, აი ძმუისია, მაგალითად ერთ-ერთი სოფელი აგერ მუხურა. აი ცუცხვათი თავის მღვიმეებით, რავი, ჩანჩქერებით, მთელი ამბებით, მაგრამ გზა არ მიდის. ჯერ იმდენი ხალხიც არ ცხოვრობს ტყიბულში, რომ მარტო ტურიზმიც რო იყოს, თუნდაც ოღონ განვითარებული როგორც ნორმალურ ქვეყნებში არის. მაგრამ შახტამაც უნდა იმუშაოს აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის მეშახტეთა ქალაქი, ერქვა ამ ქალაქს სულ. აი იმუშაოს უსაფრთხოება იყოს დაცული, ადამიანს კონდეს ნორმალური პირობები, კინ დაზღვევა იყოს, ჯანმრთელობის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და ასე შემდეგ, ყველა ნორმალური ხელმძღვანელების ხელში, ნორმალური ქვეყნის ხელში რა. აი ამას ხედავ მე ამ ტყიბულში სხვას მეტიავი, მეტვერა. ყველაფერს ვფიქრობ რაღაც, მაგრამ სამბოლოო გზა რო უკვირდები, მე მგონი წასვლა არის. ქალაქიდან წასვლა, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივა არ არის. ქალაქში არის ერთი შახტი, სადაც მუშაობდით მეც ჩემი მეუღლეც, დასაქმებულები ვიყავთ შახტში, მაგრამ დღესდღეობით ფიქრი არ იმაზე, რომ წავიდეთ ქალაქით. აი, ამასინაც ბავშვი სანამ ეხა არ დადეგები დაეწყებოდა სკოლაში რომ იმყავდა, ეხა ხო ოჯახში განერვიულებ რაღაც ვლაპარაკობთ და სკოლაში რომ იმყავდა, ბავშვმა მითხრა, რომ მამა კლასელებთან აღარ ვიქნები და დაშორება მომიწევსო, აი, ხმა ვეღარ ამოვიღე. გავჩუმდი, ვეღარაფერი ვეღარ უთხარი ბავშვს. მაგრამ რო დავრჩე რა უნდა არაფერი. სხვა ალტერნატივა არ არის. მაი ერთადერთი ადამიანი მოქმედი მეშახტე რომელიც ახლა ჩვენ გვერდით დგას, ეს არის ირაკლი აგერჩიხლაძე. მის უგან დგას ძალიან დიდი ფინანსური ვალდებულებები და დგას ჩვენს გვერდით. რაც შეეხება მეშახტების მხრიდან, ყველას ერთნაირი ფსიქოლოგია არ აქვს.
აი ყველას ერთნაირი ფსიქოლოგია არ აქვს. ყველა არის შიშის ქვეშ. იქიდან გამომდინარე, რომ რამოდენიმე ადამიანმა შახტის ადმინისტრაციიდან ადგილზე შექმნა ჩემდა სამწუხაროდ დასმენის ეგრეთ წოდებული დასმენის ინსტიტუტი, სადაც ჩემდა საუბედუროდ რამოდენიმე ერთეული, ბევრი არა, რამოდენიმე ერთეული თვითონ მეშახტეები, აი მშრომელები თუ შეიძლება დავარქვა მას, აი თვითონ მეშახტეებიც არიან ამაში გაერთიანებული. რამოდენიმე ადამიანი, მხოლოდ ისევ გავიმეორებ და აი ცდილობენ რომ მოიპოვონ აი ისეთ ადამიანებიდან ინფორმაცია, რომლებიც პროტესტს გამოთქვამს და შემდგომ ეს ინფორმაცია ჩაბარებული იქნას აი ამ ადმინისტრაციის მხრიდან. ამიტომ არიან შეშინებულები, ამიტომ ეშინიათ, აღარ ენდობიან აი რამოდენიმე ადამიანს. აი 10 კაცი როდესაც დგას შახტში, დაახლოებით 1-2 იციან თვითონ ბიჭებმა, რომ დაახლოებით 1-2-იც არის ინფორმაციის გამტანი. ამ ბიჭების უგან დგას ძალიან დიდი ფინანსური ვალდებულებები, თითქმის მეშახტეთა 95%-ს გააჩნია ყველას საბანკო ვალდებულება. და აქედან გამომდინარე აი სამსახურის დაკარგვის შიშით ვეღარ გამოდის კონტაქტი. აი პირადად მე მაგალითად ქალაქში როგორც კეთროვანი ისე დავიარები. აი შორიდან მეუნებიან მეშახტეები რომ ხვიჩა შემგვერდით ვარ, ხვიჩა შემგვერდით ვარ, მაგრამ ახლოს ვერ მოდიან. იმიტომ იციან რომ თუ ვინმე მომიახლოვდება და გამომითქვამს სოლიდარობას და დაინახოს ეს ვინმე, ეს ინფორმაცია აუცილებლად იქნება მიტაენი შახტზე. ხო, თვიდან თვემდე მეშახტეს ნისიით გააქვს თავი. აი მაღაზიებში ყველა მეშახტეს გვაქვს ჩვენ ნისიები. და აი როდესაც მეშახტე ხელფას ღებულობს, აი გაგიკვირდებათ რომ იმ დღესაც ნისია გამოაქვს მეშახტეს. აი ნისიას ისტუმრებს და ნისიით იწყებს თავის აი თვიურ იმას რა. ეს არის ძალიან დიდი უბედურება. ეს ყველაფერი გადადის ამ ბიჭების კისერზე. ამიტომ ეშინიათ მათ ხმის ამოღებს რომ დაკარგავენ სამსახურებს, ვეღარ გაისტუმრებენ იმ საბანკო ვალდებულებებს და ასე შემდეგ. აი შიშის ფაქტორია ეს ყველაფერი რომ ვერ იღებენ ხმას. და ჩემე მინდა რომ მოუწოდო ამ ადამიანებს რომ გაუძლოთ ბიჭებო, სულ ყველამ ერთად ჩვენს განთავისუფლებულებაც, თქვენს მშრომელებმაც გაუძლოთ ამ ყველაფერს. მალე დასრულდება იმედია ეს ყველაფერი და ერთმანეთის გვერდში დგომით, შემდგომ ერთმანეთის თანადგომით მხოლოდ მოხდება ის რომ გარდავტეხავთ ამ პროცესს და შახტაზე აუცილებლად მოვა ნორმალური ადმინისტრაცია, აუცილებლად მოვა იქნება ნორმალური ანაზღაურებას და ასე შემდეგ. აი ამის პირობა მინდა რომ მე ასე მჯერა რომ ეს ყველაფერი მოხდება ჩვენი ერთ დღეს. და მინდა რომ გამძლეობა უსურვო არა მარტო ჩვენ თავს და აი განთავისუფლებას, არამედ შახტში არსებულ ბიჭებსაც. იმიტომ ვიცი ახლა ისინი რა უმძიმეს მდგომარეობაში არიან. პირველ რიგში აწუხებთ შინაგანი მე რომ ვერ გამოხატავენ პროტესტს და ვერ მიდგილარიან გვერდში და მეორე აწუხებთ ის რომ შიში იმისა რომ დღეს და ხვალ სამსახურს დაგარქავს. ხო მართლა 50,000 ლარი მაქვს, ვალი არ ვამატებ ერთ თეთრს, მაგრამ ჩემი მეგობრები რომ ქალაქიდან წასვლა მოუწევს, ქვეყნიდან წასვლა მოუწევს. თან რომ ხედავ რომ ესენი გაუშვეს სრულიად უსამართლოდ. მე არ შემიძლია რომ ამათ გვერდში არ ვიყო. აი როგორი უსამართლოდ, იცი? აი ვერ ვნახავენ რუსლანი, ხა მე და რუსლანს გვიწევს ერთად მუშაობა. აი იქ კი გვიწევდა. აი იქ თვითონ ახლა ბიჭები, თვითონ უსაფრთხოები. რუსლანი გაუშვეს ესეთი ცვლის უფროსი და სხვა დატოვეს. აი ეგეთი კითხვები. აი პირნათლა დასრულებდა მართლა ყველაფერს. ისე იყო ხვიჩაც. უბრალოდ ხვიჩაც ცოტა მოშორებით იყო ჩემგან და ყოველდღიურ რეჟიმში ვერ ხედავდი ამ ყველაფერს. ამ უსამართლობის შემდეგ როგორ ახლა მე არ გამომაგდონ სამუშაოდან, არ დავკარგო ის ელემენტარული ლუკმაპური და ამის გამო ჩემ მეგობრების გვერდით არ ვიდგე. მე არ შემიძლია ეგრე, მე როგორც შემიძლია ისე მოვიქცევი, რაც შემეძლება იმით დაუდგები ამ ბიჭებს გვერდით. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ამ 15 წლის განმავლობაში რა პერიოდიც მე შახტაში გავატარე, მე ვერ მოვახერხო, რომ სხვა კუთხით განვითარებული იყავი და დღეს მე სამწუხაროდ გარდა მე შახტისა სხვა პროფესია არ გამაჩნია. ანუ იმის თქმა მინდა, რომ დღეს მე თავიდან უნდა დავიწყო მუშაობა იმაზე, რომ თქვა რაღაცა პროფესია შევიძინო და განვითარდე, რომ ამ ცხოვრება შევძლო და მომავალი გავაგრძელო. ჩემი ძალებით შემიძლია მარტო ფიზიკურად ვიმუშაო, ან თქვა მძღოლად ვიმუშაო. ახლა გამოცდილება მაქვს ერთადერთი ამის, რომ შემიძლია მძღოლი ვიყო და შემიძლია ჩემი ფიზიკური ძალა შევთავაზო დამსაქმებელს, თქვა თუ კი რამეში დაჭირდება და თუ კი იქნება ესეთი სამსახური, სადაც ფიზიკურად მუშაობა შევძლო.
და პრობლემა იმას წარმოადგენს, რომ ეს 1500 ლარი ხელფასი ვერანაირად ვერ მეყოფა და ვერანაირად ვერ გადავრჩები, იმიტომ რომ საბანკო ვალდებულებები გამოჩნია და 1000 ლარამდე სესხი მაქვს შესატანი. აქედან აუცილებლად თუ კი სხვა ქალაქში გადავალ, ბინის ქირის გადახდა მომიწევს და პლუს ამას ჩემი საკუთარი პირადი ხარჯებიც და პლუს ოჯახიც უნდა ვარჩინო, ეს ოჯახს საარსებო წყარო უნდა გამოუგზავნო იქიდან, რაშიდაც 1500 ლარი და 2000 ლარიც კი ამ წუთში ჩემთვის გადარჩენისთვის საკმარისი არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ყოფნიდა, იმიტომ რომ 10 რა გიწევდა და რა თქმა უნდა, ეს 2000 ლარი აქ ძალაუნებურად თვიდან თვემდე თავი გავქონდა, თორე მეტი ახლა ფუფუნებაზე და თქვა დასასვენებლად წასვლაზე და რაიმე ფუფუნების ნივთების შეძენაში ეს თანხა არანაირად არ იყო საკმარისი და ვერ გმარობდით, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ჩემ საკუთარ ოჯახში ვიყავი და ჩემ კმარობდი, მიუხედავად რომ საკმარისი არ იყო, კმარობდი იმის საფასურად, რომ ჩემ სახლში ვიყავი და ჩემ ოჯახთან ვიყავი და იმ მიწაზე ვიყავი, სადაც დაბადებული და გაზრდილი ვარ.